საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პოლონეთში ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სადაც პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასთან შეხვედრა შედგა. შეხვედრისას პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის მხარდაჭერა. პრეზიდენტი დუდა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს ნატო და ევროკავშირის წევრობის მისწრაფებების მხარდაჭერას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მისი ევროკავშირის მისწრაფებები პოლონეთისთვის აშკარაა. პრეზიდენტი დუდა დარწმუნებულია, რომ საქართველო უნდა გააგრძელოს გზა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ. შეხვედრისას პრეზიდენტი ზურაბიშვილი და პრეზიდენტი დუდა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა. პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს მისია უკვე მოქმედებს საქართველოში და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური გაცვლის ზრდას. პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეხვდა, სადაც განიხილეს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში პოლონეთის მხარდაჭერა. პრეზიდენტი დუდა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლონეთი გააგრძელებს საქართველოს ნატო და ევროკავშირის წევრობის მისწრაფებების მხარდაჭერას. მან ასევე აღნიშნა, რომ საქართველო ევროპული ოჯახის ნაწილია და მისი ევროკავშირის მისწრაფებები პოლონეთისთვის აშკარაა. პრეზიდენტი დუდა დარწმუნებულია, რომ საქართველო უნდა გააგრძელოს გზა ევროკავშირთან და ნატოსთან დაახლოებისკენ. შეხვედრისას პრეზიდენტი ზურაბიშვილი და პრეზიდენტი დუდა ასევე განიხილეს ეკონომიკური თანამშრომლობა. პრეზიდენტმა დუდამ აღნიშნა, რომ პოლონეთის საინვესტიციო და სავაჭრო სააგენტოს მისია უკვე მოქმედებს საქართველოში და იმედოვნებს, რომ ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკური გაცვლის ზრდას.